fixed schedule. მოცემულის საინტერესო ღონისძიებით დასრულდა ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პირველი რაუნდი. ახალგაზრდებმა წარმოადგენეს მათ მიერ შექმნილი ბიზნეს პროექტები, რომელიც უკვე დაფინანსებულია კრისტალის მიერ და ამ ღონისძიების აღსანიშნავი დეტალია ის, რომ ის იმართება მეწარმეების გლობალური კვირეულის ფარგლებში, იმართება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობაში და რაც თავარია მასში მონაწილეობენ არა მხოლოდ საქართველოში დაინტერესებული პირები, არამედ შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ქაროლაინას შტატის ქალაქ შარლოტის საინვესტიციო ფონდის ინვესტორები. ინვესტორების შეფასებით ახალგაზრდებმა ძალიან სერიოზული სამუშაო წარმართეს, მათ გააჩნიათ ძალიან კარგი პერსპექტივა, პოტენციალი და ამ ღონისძიებამ კიდევ ერთხელ ერთი ნაბიჯი გადაგვადგმევინა ქართული და ამერიკული საინვესტიციო საზოგადოებების დაახლოებისკენ. 1.5 billion cups of coffee. If a customer will choose this service, it will be the platform. They will. Why did we choose that place? My suggestion is make a deal. ამერიკის საელჩოში სამწარმოო კვირეულის ფარგლებში იყო ჩვენი პრეზენტაციები ჟეს ჯორჯიას. წარგენილი მქონდა ჩემი პროექტი, რაც შეეხება ინოვაციურ ვებურსა და მობაილ აპლიკაციას. ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და ასე ვთქვათ საჭირო ხალხიც შევიძინე. ამერიკიდან იყო ჩართვა შარლოტის ინვესტორებთან, ჩვენი პრეზენტაცია ჰქონდა წარგენილი. მე ვფიქრობ, რომ დავაინტერესეთ ჩვენი იდეებით. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ჩვენ შორის შედგება ურთიერთობა. ეს ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ფარგლებში წარვადგინე ჩემი ბიზნეს იდეა, რომელიც ის იყო, რომ მარნეულში გვინდა გავხსნათ უცხოენის ცენტრი, ჩემ დაიკოსთან ერთად ვაკეთებთ ამ პროექტს და რომელიც ახალგაზრდების ენობრივი ბარიერის გადალახვაში დაეხმარება და ყველაზე მეტად მარნეულში ცხოვრობს ეთნიკური უმცირესობები, უმეტესად აზერბაიჯანელები და მათ უჭირთ ქართული ენის ცოდნა და გამოცდებს ვერ აბარებენ და მაგიტომ გვინდა რომ დავეხმაროთ მათ ვისწავლოთ ქართული ენა, ინგლისური და ასევე რუსული ენა. It was very inspiring to see youth from all different regions of Georgia presenting projects because many times it's easy in the capital for there to be so much concentration of activity that it's very important that this project was reaching out to people all across Georgia who maybe sometimes are left out in different things. And also having the video going out to the different regions, I thought that was very good. I thought there were very nice ideas. Like I could see these ideas coming to practice and I could see the people who were presenting them as ready to do this. So that felt really good, optimistic sort of moment. I also thought it was neat to invite some investors from America here because then you see, you know, as the youth who are presenting can see, okay, they're normal people who I have the opportunity to connect with. Maybe I'm not going to right now get funding from them or anything, but it makes it more tangible, I think, to have that connection. So just overall, I think in terms of the event, it was really a great celebration of Global Entrepreneurship Week. We made the global connections, and I think it's a good reflection of the leadership of your organization and the commitment to helping people across Georgia.